გორილა ზედმეტ სახელად. წარმოშობით კახეთიდან, ხელავი, ცხოვრობს თბილისში 19 წლის, 1.85 მ, ატარებს 80 კილოგრამს. 1 წელია დაიწყო MMA-ზე ვარჯიში და აქვს დიდი მიზნები. ფიქრობს, რომ გორილას წეროს ვერცად ვერ გაუფრინდება. ვარჯიშობს MMA ბაზაში, მწვრთნელი ზურა ფირცხელიანი გამოცდილი MMA-ის მებრძოლი, პროფესიონალი. დამარცხდა დებიუტში სადაა გაყოფილი გადაწყვეტილებით. და ეს არის მისი პირველი main event-ი. შესანიშნავ ფორმაშია, მინდა აღვნიშნო. ნამდვილად გეთანხმები, გორილას ყველა არ არის ზედმეტ სახელი. ლოგიკურია, კი. ნახოთ აბა, ესეც ნიკა გოდბერძიშვილი. კონორ მაკგრეგორის სტატუას მე მგონი ზურგზე. კი, ნამდვილად. ზუსტად. ერთ-ერთი შეიძლება. ნახოთ ისეთივე დგომს თუ გუმირის გავიგეთ. საინტერესო იქნება. გიორგი ქიმაძე და ფირცხელიანი მის კუთხეში. გამოცდილი მებრძოლები. ნამდვილად. უკვე დარიგებებს და და ეს წერო. იგივე სიმღერაზე რა ვანო წერო ფერაძე და ის ზამენს ხედავთ მის კუთხეში, ძმები ყოველთვის ერთად. ცხოვრობ ბათუმში. არის 20 წლის, 1.83 მ სიმაღლეში და ატარებს 80 კილოს ასევე. ყველამ ვიცით რომ ყავს ძმა, ხედავთ რამინი ფერაძე, რომელმაც შესანიშნავი ფინიში მოიპოვა. ერთად ვარჯიშობენ. აქაც მინდა ვახსენო, ორივე მებრძოლმა უპრობლემოდ ჩააბარა წონა 76 კილოში. მეორე ბრძოლა და მეორე main event-ი უკვე ONE-ისთვის TFC-ში. პირველი ბრძოლა გაიმარჯვა TKO ground and pound-ით. ასევე ძმებს აქვს გახსნილი დარბაზი, მინდა ვახსენო და პატივიცემო ჩემთან, ავარჯიშებენ ბიჭებს, პატარა ასაკშივე გახსნეს თავის დარბაზი და ბათუმში შეგიძლიათ მიბრძანდეთ და ივარჯიშოთ. ნამდვილად საპატივიცემოა. კი, ნამდვილად გასაფასებელია ესეთ პატარა ასაკიდან რომ ამ ყველაფერს ახერხებენ. ძალიან დიდი გამოცდილება აქვს მას K1 kickboxing-ში და Kung Fu-ში 50 ბრძოლაზე მეტი აქვს ჩატარებული. კი, საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და ძალიან კარგი სტრაიკერია. ფოტოშოუს პირველ main event-ზე TFC-ში ფინიში მოიპოვა თუ არ ვცდები. კი, ნამდვილად. TKO-ი გაიმარჯვა პირველ main event-ში. პირველ ბრძოლაში TFC და პირველ main event-ში. ძალიან საინტერესო. ახლა მოусმინოთ გიორგი წულაიას. Ladies and gentlemen, this is the main event of the evening, the moment you've all been waiting for. This fight is 3 rounds in the TFC catchweight division. TFC's new era is here. Are you ready? Introducing first, fighting out of the blue corner, a kickboxer with 0 wins and 1 loss in the TFC, weighing in at 76 kilograms. Fighting out of Tbilisi, Nika Gorilla Godirzishvili! And now, introducing his opponent, fighting out of the red corner, an undefeated MMA fighter with a record of 1 win and 0 losses. He's an experienced kickboxing and kung fu veteran with over 50 bouts. This is his second main event in a row, weighing in at 76 kilograms. Fighting out of Batumi, Vano Zero Peradze! ხნიანი სერდაუნი ქონდათ ბიჭებს. წავედით ბოლო ბრძოლა დღეისთვის და ძალიან ესეთი უმაგრესი კარდის ბოლო ბრძოლა. ნახე, როგორი დაძაბული face-off-ი აქვს.
დავედით მეგობრებო. ლურჯ შორტებში ნიკა გოდერძიშვილი, წითელ შორტებში ვანო ფერაძე. MMA საჯი მანუჩარ კვაშილავა. გამხნევა დავით. main event. ძალიან ახლო დგომი. ძალიან ახლოს არიან ბიჭები. რივემ აგრესიულად იყო. კარგი ლეკიკი. აი შოუს ელემენტები, შესანიშნავი. ძიმე და ფეხში შევიდა რა. გასაოცარია რა. ესეთი გამოცდილი კიკბოქსერი და კუნგ-ფუს მოჩხუბარე შევიდა ფეხში. კარგად დაიწყო თავი ოდეზიშვილმა. თუმცა ვანო ცდილობს რომ ჩაიყვანოს ის პარტერში. უნდა რომ გვაჩვენოს რომ ის სრულყოფილი მებრძოლია. შოუს პირველ ბრძოლაშიც ცუდად არის ჭიდაობა. კი, ნამდვილად კარგი ჭიდაობა გვაჩვენა იქაც. შეუძლია მას ნიჭიერია და მხოლოდ დგომში აღარ ბრძოლობს და საინტერესოა. ჩაიყვანა და ასრულა, მაგრამ ადგა გოდერძიშვილი იმწავს. გამოდგა ისევ. აი დაახეთკა. თეიდაუნი თუმცა ისევ წამოდგა გოდერძიშვილი. მალევე ძალიან მალე ახერხებს გოდერძიშვილი წამოდგომას. მერაბდვალიშვილი ვიძვის აქ ფერაძე. ზვანო წერო ფერაძე თავს. მეტოქეს. მე მგონი ეს არის გეგმაში, იცი, უნდა რომ დაღალოს და მერე დაუდგეს დგომში. შემდეგ რაუნდებში. შესანიშნავი მცდელობა, მაგრამ დავბრუნდით დგომში, დავბრუნდით საინტერესოა. ბოდიკი, კარგი კროსი. ძალიან კარგად მუშაობს ფერაძე. კარგი ეთო. ძალიან კარგი. ნოკდაუნი იყო ეს მე მგონი. აი ცდილობს. აქ ემუშაობს, კარგად ზურგს უღებს, მაგრამ ჰუკი თუ არ მაგრამ ვერა ზურგი ვერა იყო, მაგრამ მუხლით კარგად მუშაობს, ძალიან კარგად მუშაობს. ვანო ფერაძე. დევერტი ძალიან სამ რაუნდს. ნამდვილად წუთი დარჩა. 200-რიც არ არის აქ მე თუ მკითხავ. ძალიან დამაჯერებლად იგებს ამ რაუნდს. დავიდა ისე იდე მუხლით მუშაობს. ძალიან კარგი ჭიდაობას გვაჩვენებს აქ ვანო. ძალიან მომატებული აქვს აშკარად. ნამდვილად ძალიან ბევრს მუშაობს თავის ჭიდაობაზე და გვეტნებზე ფაქტია. დასრულდა რაუნდი. აშკარად გაიმარჯვა ეს რაუნდი ვანო ფერაძე. აშკარად საინტერესოა რა არჩევებს ეთქვიან. თუ მოახერხეთ კუთხის მოსმენას მოусვეთ. გოდერძიშვილს, იმიტომ რომ რაღაცა შესაძლებელია. ხმაურია, კარგად არის მის კუთხეები, მაგრამ შეიძლება რამე გავუჩნდეს. ნიშნავი მუშაობა დგომში, ტეიქდაუნები. საოცრად ურევს ერთმანეთში ვანო ფერაძე. კუთხეები გავიდნენ და დავიწყებთ უკვე მეორე რაუნდს. დავედით მეორე რაუნდი. ფერაძე გოდერძიშვილი. ისე მაჩვენე. შევქმნათ ხმაური ჩვენი მებრძოლებისთვის. მგონია გობლიკ კიკი დავინახე და არ შეიძლება გამარჯვების წესებში სამოყვარულში. შესაძლებელი კიკი და აი შეიკავა თავი ვანო შესანიშნავი. იდევ კაი შეიკავა, თორე ოჯახის დისკვალიფიკაციით დამთავრება იქნებოდა. ძალიან აი გამოცდილება შეება ამ ყველაფერს. ძალიან საწყენი იქნებოდა ამ ძელის ეგრეთას. კარგად ემუშავება, ისევ ჭიდაობა. ასე სიმართლე ვკითხა, არ ველოდი ვანოსგან. კი, რაღაც ცოტა ჭიდაობას ველოდებოდი, მაგრამ ამდენს ნამდვილად. სასიამოვნო გრატულებული ვარ და
მინდა შევახო სერიოზულად მოუმატია მას აი გადასვლებიც სადა მაგრამ ვერ გადავიდა ბოლომდე ჯერ სტილობს ახლა რომ ფეხი აუღოს და დაასრულოს აქ ტეიქდაუნი, მაგრამ კარგად იძავს ძალიან გოდერძიშვილი თავს. ამიძა გოდერძიშვილი, მაგრამ ვანო ისევ ჩაყვანას სტილობს და აიყვანა ისევ. და ისევ დასვა ძირს კიდევ ერთი ტეიქდაუნი ვანოსგან. მართლა რაღაც მერაბის სტილში ცოტა დაკარგულია თვითონ გოდერძიშვილი. ნამდვილად. ცოტა გატეხილსაც გავს მე მგონი სახის გამომეტყოლებაზე ეტყობი. ან დაიღალა. ნახოთ ჯერ არის რომ კარგად საყდენ ფეხს აქ კარგად არ თვევდა ვანო, მაგრამ არ გამოუვიდა. და კიდევ ერთი ვერ მოახერხა ჩაყვანა, მაგრამ კარგი გახმა გაუტარა სახეში. აი შესანიშნავი მუხლი კიდევ ერთი ძალიან ძლიერი. აქ გავიგე ხმა მუხლის. აქ შეიძლება გააჩეროს თუ არის აქტიურა გოდერძიშვილმა. თავს ჯერჯერობით კეფაში იყო აქ რამოდენიმე დარტყმა, მაგრამ აქ უნდა დაასრულოს მე მგონი საჯმა. აღარ უნდა თუ რა ხდება ვერ გავიგე. ახლოს არის, ძალიან ახლოს არის ვანო ფერაძე. თუმცა ძლიერი დარტყმები არ არის ნამდვილად, არა, აი ეხლა არის უკვე. აქ შეიძლება უკვე დამთავრება და ეს არის. ვანო წერო ფერაძე. ვანო წერო ფერაძე არის ჩვენი main event-ის გამარჯვებული. მეორე რაუნდის ground and pound TKO კიდევ ერთი. შესანიშნავი ფინიში. მიახლოვებული ბრძოლა იყო წინასთან. Ladies and gentlemen, your winner via third round corner retirement, Wano Zero Peradze! სალამი ვანო, გილოცავ გამარჯვებას. ესეთი დომინანტური ბრძოლა დიდი ხანია TFC-ში არ ვინახავს და არ ვიცი, ჭიდაობას როგორი გაძლიერებული გაქვს, თუნდაც პირველი ჩხუბიდან. მეორე ჩხუბი, მეორე main event-ი და მეორე TKO-თი გამარჯვება. რას გვეტყვი, აბა როგორ გზნობ თავს? პირველ რიგში მადლობა ყველას, ვინც მოგზადა და ვინც დრო დაკარგა ჩვენს გამო რომ მოსულიყო და გებალეშკა. მადლობა ჯერ თქვენ. რა ვიცი, მაო შრომით ყველაფერი გამოც. აგერ ჩემი ძმებს კითხეთ, ერთი კვირისგან ტრავმა მქონდა და ბიჭემაც იციან და ბრძოლას მაინც არ ჩავეხსენი, სიცხ ჩაქცევები მაქვს ნეკნებში. თავარია რწმენა იყოს და ყოველთვის შეიძლება. მადლობა უფალო ყველაფერთვის და მადლობა ჩემი ძმას რომ ასე გვერდში მიდგას და ჩემი მეორე ძმას და ჩემ ძმაგაც. აქედა მინდა დღეს ქალების დღეა და მინდა დედაჩემს ბრძოლა მიუძღვნა. და მიყვარხარ. და რაც შეეხება გოძილას მაგარი ბიჭია. მაგრამ რომ მითხავ შენ და საჭიხად მოდივარო, მანდ უკვე ეგ არ უნდა ეთქვა. კაი ბიჭი ხანი კაც წარმატებები უფალი ქფარავთ. მადლობა ყველას. ხო, შემდეგი რაც მინდა, თქვენ შეპირით ორ ბრძოლას როზიად რომ მოიგივ და მესამე კამარზე იქნება. მესამე სოლოდები კამარზე რა ვიჭხო. მადლობა ვანო, შევკრათ ყვაური, შევკრათ. და ჯერ არ დავიშალოთ ქალბატონებო ბატონებო, ვანო წერო ფერაძეს ამ შესანიშნავი პერფორმანსისთვის გადაეცემა ვაუჩერი ხევსურისგან, საუკეთესო მაუფგარდები მხოლოდ ხევსურისგან. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მონაწილეობისთვის, ვანო. სალამი ვიცი, ახლა რთული მომენტია შენთვის ძალიან, მაგრამ ერთი-ორი სიტყვა რო გითხრა თუ შეიძლება, თუ როგორ გზნობდი თავს, მზად იყავი, გეგონა მზად იყავი, თუ ელოდებოდი ესეთ ძლიერ ჭიდაობას მისგან.
გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. ორი სიტყვის თქვა მინდა უბრალოდ. ამას ბევრი შრომა ჭირდება. თავდაჯერებულობა. ძალიან კარგი ბიჭი იყო, პატივისცემ, ხოლო პატივისცემა ჩემგან და სპორტული ინტერესი. ეს უბრალოდ ჩემი დღე არ იყო. ესე ან ერთი იგებს, ან მეორე. დღეს ის მოიგებს, ხვალე მე მოვიგებ. ყველას დიდი მადლობა მობრძანებისთვის და წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მეტოქეს. შემდეგში უკვე ძლიერი დავბრუნდები. აპლოდისმენტები გორილასაც. ნიკა, ჯერ კიდევ მინდა დარჩი ოქტაგონში, შენი გულისთვის და შენი ასეთ პერფორმანსისთვის main event-ში ასეთ მაღალი დონის ოპონენტთან გადმოგეცემა ვაუჩერი main carries-გან. საუკეთესო ტანსაცმელი მამაკაცისთვის შეიძეთ მხოლოდ main carries-გან. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მონაწილეობისთვის და ასეთი კარგი main event-ის შემოთავაზებისთვის. წარმატებებს გისურვებთ მომავალში. ალბატონებო, ბატონებო, დიდი მადლობა დღევანდელ დღეს მობრძანებისთვის. თქვენ იხილეთ TFC-ის ახალი ეპოქა. დიდი მადლობა გამას და მის დიდ ოჯახს, რომელმაც ამის გაკეთება და საშუალება მოგვცა. დიდი მადლობა MMA-ის ფედერაციას, რომელმაც ხარი დაგუჭია ძალიან. Fortuna Plus, Fortuna Sports, ჩვენს ხარდაჭერას და ჩვენს პარტნიორებს დიდი მადლობა. კიდევ უფრო მეც იხილავთ მომავალში, იმედია გვეწოვით ასევე.